გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მიყურებთ. ამ ვიდეოში ვისაუბრებ სტივ ვიტკოფთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელიც გახეთქა Bloomberg-მა. ძალიან დიდი თემაა, მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და დროული, რაც მთავარია რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში და იმ წნეხის გათვალისწინებით, რომელშიც ბოლო 2 კვირა აღმოჩნდა უკრაინა. ეს წნეხი ფაქტობრივად უკვე გაიარა, მაგრამ ამაში დიდ როლს ითამაშებს სწორედ ეს სტატია, რომელიც გამოაქვეყნა Bloomberg-მა. მოკლედ, ვინც არ იცით, საუბარია იმაზე, რომ გავრცელდა 2 სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც გაკეთებული არის სხვადასხვა დროს. პირველი გაკეთებული არის 14 ოქტომბერს და მეორე 29 ოქტომბერს. ეს ორივე საუბარი ერთმანეთს შინაარსობრივად უკავშირდება და ერთი პროცესის ნაწილი არის, ასე ვთქვათ. პირველ შემთხვევაში მოსაუბრეები არიან სტივ ვიტკოფი, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი და მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან ომის კონტექსტში. და მისი მოსაუბრე არის იური უშაკოვი, პუტინის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და ასევე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამ მომლაპარაკებელთა ჯგუფში, ასე ვთქვათ. მეორე შემთხვევაში ასევე იური უშაკოვია 29 ოქტომბერს გაკეთებულ ჩანაწერში ერთ-ერთი ფიგურანტი და მისი თანამოსაუბრე გახლავთ კირილ დიმიტრევი, ასევე მოლაპარაკებებში ჩართული პირი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი. ვიდრე უშუალოდ გადავალ ამ საუბრების შინაარსზე და ციტატებს დაგეკითხავთ, მანამდე ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის რომ გავითვალისწინოთ რა ხდება აი ამ სატელეფონო საუბრების პარალელურად, რა პროცესები მიმდინარეობს და რა ხდება ერთი ზარიდან მეორე ზარამდე პერიოდში, რა იცვლება ამ დროს. და დავიწყოთ 14 ოქტომბრის სატელეფონო საუბრით, სადაც ვიტკოფი ესაუბრება იური უშაკოვს. ეს ხდება ზუსტად 3 დღით ადრე, ვიდრე ვაშინგტონში ჩავა ვოლოდიმირ ზელენსკი. წინა დღეებში ტრამპი აკრიტიკებს პუტინს, ამბობს რომ მისით არის ძალიან იმედგაცრუებული, უწოდებს ქაღალდის ვეფხვს, გახსოვთ ალბათ ის ცნობილი პოსტი, სადაც ამბობდა რომ რუსეთი წინ ვერ მიიწევს ომი, რომელიც 5 დღეში უნდა დაემთავრებინა, უკვე მეოთხე წელია გრძელდება. ამავე დროს ტრამპი საუბრობს იმაზე აქტიურად, რომ აპირებს უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის რაკეტების გადაცემას და საუბრობს იმაზე, რომ მე კი ვამბობდიო, რომ ზელენსკის არ ქონდა კარტებიო, მაგრამ ასე სულაც არ არის ახლავ. მოკლედ, უკრაინის მხარდამჭერ პოზიციაზეა, აი ამ ტალღაზეა ამ დროისთვის ტრამპი და 3 დღეში უნდა გაიმართოს ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა თეთრ სახლში. ამ დროს უშაკოვს ურეკავს ვიტკოფი და ესაუბრება სამშვიდობო გეგმაზე, უკეთებს შეთავაზებას და ასევე გარდა ამისა, რომ შეთავაზებას უკეთებს, რაც ერთი შეხედვით ნორმალური არის მისი პოზიციიდან გამომდინარე, ის აძლევს კონკრეტულ ინსტრუქციას უშაკოვს თუ როგორ უნდა მოიქცეს რუსული მხარე. ეუბნება რომ უნდა დაურეკოს პუტინმა ტრამპს და მეტიც ეუბნება რა ტონით უნდა ელაპარაკოს, კონკრეტულად რა უნდა უთხრას იმისთვის, რომ ეს საუბარი გამოვიდეს წარმატებული და რაც მთავარია ეუბნება იმას, რომ პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უნდა შედგეს მანამდე, ვიდრე გაიმართება ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა. და ვიცით რომ რეალურად ასეც მოხდა. სულ რაღაც 1 დღით ადრე, თუ არ ვიცი, საათები იყო მგონი დარჩენილი, თუ სწორად მახსოვს, ვიდრე ოვალურ კაბინეტში ისევ ნახავდით ზელენსკის ამჯერად პიჯაკში ჩაცმულს. მანამდე დაახლოებით 2 საათნახევარი ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს. ამის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა, რომ რუსეთს სურს ომის დასრულება და აქვე ტრამპმა დაიწყო საუბარი ტომაჰავკების გადაცემის პრობლემატურობის შესახებ. აქვე გამოჩნდა არგუმენტი, რომ თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს თავადაც სჭირდებოდა ტომაჰავკები და უნდა გადახედილიყო ეს საკითხი და საბოლოოდ ვიცით ეს ამბავი როგორც დასრულდა. უკრაინამ ტომაჰავკები ვერ მიიღო და ეს თემა თუ საბოლოოდ არ ჩაიხურა, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე აბსოლუტურად დაპაუზებული არის. შემდეგი სატელეფონო საუბარი 29 ოქტომბერს შედგა, როგორც თქვით, და ამის შემდეგ უკვე ნოემბრის დასაწყისში ჩვენ ვხედავთ ტრამპის მხრიდან განახლებულ წნეხს ზელენსკიზე და გამოვიდა უკვე სააშკარაოზე 28 პუნქტიანი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო გეგმა.
და როგორც თქვით ეს უკვე ფაქტობრივად გულისხმობდა უკრაინის კაპიტულაციას და გარდა ამისა ტრამპი ამის შემდეგ აკეთებდა განცხადებებს, რომელიც პირდაპირ უბიძგებდა ზელენსკის ფორსირებულად, დაჩქარებულად, რომ მიეღო გადაწყვეტილება, მიეღო კვირის ბოლომდე და ეუბნებოდა კიდევ ერთხელ იმას, რომ უკრაინას კარტები არ აქვს, ზელენსკის კარტები არ აქვს და ახლა დრო არის და საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ ის დათანხმდეს აი ამ დათმობებს და შეაჩეროს ომი. მეორე საკითხია ეს ამბავი როგორ გაგრძელდა შემდეგ და უკრაინამ როგორ მოახერხა აკლავირება, რა პოლიტიკური, დიპლომატიური პროცესები წარიმართა, ამაზე მოგვიანებით დავამატებ, ასე ვთქვათ, და იმ გამოხმაურებებსაც შევეხები, რაც მათ შორის საქართველოში ვნახეთ ამ თემაზე, თითქოს მორჩა, რადგან ზელენსკი დათანხმდა შეთანხმებას. ეს ნიშნავს, რომ ომი წააგო და ყველაფერი დასრულდა და კაპიტულაცია გამოაცხადა და ასე შემდეგ. ამაზე ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდეთ ახლა იმ თემას, რაზეც დავიწყე საუბარი, სატელეფონო საუბრები და მათი შინაარსი. და დავიწყოთ პირველი სატელეფონო საუბრით, რომელიც როგორც თქვი, გაიმართა 14 ოქტომბერს. სტივ ვიტკოფი ურეკავს იური უშაკოვს, თავიდან აქ არის მისალმება, როგორც ხედავთ, ერთმანეთის მოკითხვა არის. შემდეგ უკვე საუბარი გრძელდება უშაკოვის მხრიდან მილოცვით, პატარა განმარტება რომ გავაკეთო, ის ულოცავს ღაზასა და ისრაელს შორის შეთანხმების მიღწევას, სადაც ასევე ვიტკოფი იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში და ერთმანეთს მადლობებს უხდიან. თავის მხრივ ვიტკოფი ეუბნება, რომ მადლობელია მხარდაჭერისთვის, რომ მის ქვეყანასაც სურს მშვიდობა და ასე მივდივართ ვიტკოფის მხრიდან შეთავაზებამდე, რომ რამე მსგავსი ხომ არ მოიფიქრონ რუსეთ-უკრაინის ომის პრობლემის გადასაჭრელადაც, რაზეც თანხმდება უშაკოვი და თან იცინის აი ამ მომენტში, ამ სკრიპტის დროს ეს მონიშნაც არის გაკეთებული ბლუმბერგის სტატიაში, რაც განწყობაზე მიანიშნებს. ერთ შეხედვით ამაში არაფერია უჩვეულო, ხო? დიპლომატიური პროცესია, ერთი მხარე უკეთებს მეორეს შეთავაზებას, რამე მსგავსი ხომ არ მოვიფიქროთ, რადგან უკვე წარმატებული პრეცედენტი არსებობს, მაგრამ არა, ესე არ არის და თანდათან უფრო უკეთ მიხვდებით თუ რატომ არ არის ეს საუბარი ნორმალური ვიტკოფის მხრიდან. მოკლედ, შემდეგ უკვე მალევე ცვლის მიმართულებას საუბრის უშაკოვი და ეუბნება, რომ ჩემო მეგობარო, იცით რა, მე თქვენგან მჭირდება რჩევა. როგორ ფიქრობ, არის თუ არა შესაძლებელი და იქნება თუ არა გამოსადეგი, რომ გაიმართოს საუბარი ჩვენს ბოსებს შორის, ანუ პუტინზე და ტრამპზე ცხადია საუბარი და ვიტკოფი ამბობს, რომ კი, ეს შესაძლებელია. შემდეგ უკვე უშაკოვი ეკითხება, რომ როდის არის ეს შესაძლებელი და პასუხად იღებს, რომ ეს შეიძლება მოხდეს მალე, რადგან მისი უფროსი ამისთვის მზად არის. შემდეგ უკვე თანდათან მივდივართ რეკომენდაციების გაცემამდე, როგორ იწყებს ვიტკოფი მითითებების მიცემას უშაკოვისთვის, იმისთვის, რომ პუტინის საუბარი ტრამპთან გამოდგეს წარმატებული და ეს არის ყველაზე საინტერესო ნაწილი აი ამ სატელეფონო საუბრის. მოკლედ, ვიტკოფი ამბობს ასეთ რამეს, რომ კარგი იქნება თუ პუტინი მიულოცავს ტრამპს ღაზასთან დაკავშირებულ წარმატებას და აუცილებლად აღნიშნავს ამ სატელეფონო საუბარში, რომ ტრამპი არის მშვიდობის კაცი, მშვიდობის შემქმნელი, ასე ვთქვათ, და ეუბნება უშაკოვს, რომ აი ასეთი დასაწყისის შემთხვევაში ეს საუბარი, ეს სატელეფონო საუბარი აუცილებლად წავა კარგად. შემდეგ ასევე ეუბნება, რომ კარგი იქნება თუ პუტინი ტრამპს ეტყვის, რომ ის მშვიდობისკენ არის მოწოდებული და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურს და აი აქვე უკვე შემოდის გეგმის საკითხი და ვიტკოფი ამბობს, რომ ის ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ დაახლოებით 20 პუნქტიანი გეგმის შემუშავება, ზუსტად ისე როგორც ღაზას შემთხვევაში მოხდა. აქ უშაკოვი ეთანხმება ვიტკოფს და ამბობს, რომ ეს საინტერესო საკითხია, რომლის განხილვაც შეუძლიათ ლიდერებს. მეორე მხრივ ის ეთანხმება მიღებულ რეკომენდაციას ვიტკოფისგან საუბრის წარმართვის გეგმასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ის აუცილებლად მიულოცავს, ანუ პუტინი აუცილებლად მიულოცავს ტრამპს ღაზაში მიღწეულ წარმატებას და იტყვის, რომ ტრამპი არის ნამდვილი მშვიდობის შემოქმედი. შემდეგ უკვე უშაკოვი ამბობს, რომ ის ამას აუცილებლად განიხილავს მის ბოსთან,
ანუ პუტინთან და დაუბრუნდება შემდეგ საუბარში ამ თემის განხილვას უკვე ვიტკოვთან და ვიდრე დაემშვიდობებიან ერთმანეთს, აქ კიდევ ერთი საინტერესო და საკვანძო დეტალი შემოდის. ვიტკოფი ეუბნება, რომ აქ არის კიდევ ერთი რაღაც, რისი თქმაც უნდა და ეს არის ის, რომ ზელენსკი აპირებს თეთრ სახლში ვიზიტს პარასკევს, ანუ 3 დღის შემდეგ ამ საუბრიდან. რაზეც უშაკოვი პასუხობს, რომ კი ამის შესახებ მან იცის და ჩაიცინებს აი ამ მომენტში, როგორც ამ სკრიპტის აღწერის დროს აქ მონიშნული არის. და შემდეგ ვიტკოფი ამბობს ასეთ რამეს, რაც საყურადღებოა, რომ ის დაესწრება ამ შეხვედრას, რადგან მათ სურთ, რომ ვიტკოფიც დაესწროს ამ შეხვედრას, იგულისხმება თეთრი სახლი და ზელენსკის ვიზიტი და აქვე ხას უსვამს, რომ ფიქრობს, რომ თუ შესაძლებელია, კარგი იქნება, რომ ბოსებს შორის საუბარი გაიმართოს პარასკევ დღემდე, პარასკევის შეხვედრამდე, პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი, როდის გაიმართოს ამის რეკომენდაციას აძლევს. და ამას ახსნი რატომ? პრინციპში დიდი ახსნა არც სჭირდება, მაგრამ მაინც ხაზს გაუსვამ რა იყო აქ საკვანძო საკითხი. და ნუ ამაზე ეთანხმება უშაკოვი მანამდე, კი რა თქმა უნდა, სწორიაო, უდასტურებს ვიტკოფი თავის მხრივ და მადლობას უხდის შემდეგ უკვე უშაკოვი აი ამ რეკომენდაციისთვის, დიახ, მე მივიღე თქვენი რჩევა, ასე რომ მე მას განვიხილავ ჩემს ბოსთან და შემდეგ დაგიბრუნდები და შემდეგ უკვე ემშვიდობებიან ერთმანეთს. ანუ ვიდრე ზელენსკი ჩავა თეთრ სახლში, მანამდე ვიტკოფი პირდაპირ ურჩევს, რომ სასწრაფოდ არის ეს საუბარი გასამართი პუტინსა და ტრამპს შორის და ამ ყველაფერს ცხადი აქვს თავისი კონტექსტი. რატომ არ შეიძლებოდა, რომ მაგალითად ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულიყო, ხო? პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი და სწორედ აქ იკვეთება ის, რომ ვიტკოვს აქვს ცალსახად პრორუსული განწყობა და მუშაობს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. და ვიცით, რომ რით დასრულდა, ხო, ზელენსკისა და ტრამპის ეს შეხვედრა. არაფრით ფაქტობრივად ზელენსკიმ ვერ მიიღო ის, რაც სჭირდებოდა, ვერ მიიღო ვერც ტომაჰავკები და ვერც განსაკუთრებული პოლიტიკური მხარდაჭერა იმ მომენტში ტრამპისგან, სწორედ იმიტომ, რომ მანამდე საქმე გააფუჭა პუტინმა, მანამდე საქმე გააფუჭა აი ამ საუბარმა, რომელიც დაუგეგმა მას ტრამპის წარმომადგენელმა ვიტკოფმა და ურჩია, როგორ უნდა წარმართულიყო ეს საუბარი. ტრამპს ისევ შეექმნა ეს ილუზია ცხადია, პუტინის აი ამ თბილი მიდგომიდან გამომდინარე, მილოცვიდან, მის ეგოს გარშემო თამაშიდან გამომდინარე, აშკარა მანიპულაცია სახეზე ტრამპის ხასიათით, მისი ეგოთი და საბოლოოდ იცვლება აბსოლუტურად პროცესი და ამ პროცესის შეცვლაში თავარი ფიგურა, როგორც აღმოჩნდა, იყო სტივ ვიტკოფი, ტრამპის მეგობარი და მთავარი მომლაპარაკებელი, რომელიც წესით უნდა იცავდეს ამერიკის ინტერესებს, რომ აღარაფერი ვთქვათ, უკრაინის ინტერესების მინიმუმ გათვალისწინებაზე მაინც. აქ არის ცალსახად რუსული პოზიცია, ცალსახად რუსული საქმის კეთება, რის გამოც ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავად ამერიკელი კონგრესმენები ვიტკოვს მოიხსენიებენ, რომ ის არის გამყიდველი და ბევრი მათგანი მოითხოვს, რომ სასწრაფოდ ვიტკოფი გათავისუფლდეს აი ამ პოზიციიდან და აღარ იყოს ის შემდგომში უკვე მომლაპარაკებელი. თუმცა, არ ვიცით რა მოხდება, ტრამპმა, როგორც სოციალურ ქსელში დაწერა, სულ რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ეს ბლუმბერგის სკანდალი გასკდებოდა, ვიტკოფის სკანდალი, ის კვლავ აგზავნის ვიტკოვს მოსკოვში უკვე შემდეგ კვირას, აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად უკვე ძალიან კომიკურად გამოიყურება ეს ყველაფერი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს რეალურად არც მოხდეს, გააჩნია რა მოხდება შემდეგ დღეებში და რამდენად მოახდენს ეს სკანდალი გავლენას ტრამპის გადაწყვეტილებებზე და აიგნორებს ის ამ პროცესს, აი ამ კრიტიკას, რაც მოდის ვიტკოვთან მიმართებით, ჯანსაღ და საფუძვლიან კრიტიკას, თუ ისევ დატოვებს მას მთავარ
მომლაპარაკებლად. გადავიდეთ ახლა შემდეგ სატელეფონო საუბარზე, რომელიც არის არანაკლებ საინტერესო, თუ უფრო მეტად საინტერესო არა და ეს სატელეფონო საუბარი შედგა 29 ოქტომბერს იური უშაკოვსა და კირილ დიმიტრევს შორის, როგორც უკვე გითხარით. და აი ამ საუბარში, რაც არის მნიშვნელოვანი, ჩანს ის, თუ როგორ შეასაღეს, პირდაპირ გაგებით შეასაღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს რუსული ბრჭყალებში სამშვიდობო გეგმა, როგორ მოხერხებულად გააკეთეს ეს და როგორ მოილაპარაკეს ამის შესახებ დიმიტრევმა და უშაკოვმა. ეს საუბარი შედარებით მოკლე არის და ჩაგიკითხავთ მის შინაარს, მოკლედ. მისალმებით იწყება, როგორც ხედავთ, შემდეგ უშაკოვი ამბობს, რომ მან ყველაფერი გაგზავნა უკვე და ამის შესახებ ხვალ ვილაპარაკოთო. დიმიტრევი პასუხობს, რომ ძალიან კარგია. მე ვაპირებდი საუდის არაბეთში გაფრენასო, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი და ვფიქრობ, ძალიან კარგად მიდის საქმე და წინ მივიწევთო. უშაკოვი ამბობს ასეთ რამეს, რომ კარგი, ჩვენ გვჭირდება მაქსიმუმი. შენ როგორ ფიქრობ ამის შესახებ ეკითხება? სხვა შემთხვევაში, მაშინ რა აზრი ექნება საერთოდ რამის გადაცემასო? ანუ თუ მაქსიმუმი არ მიიღეს აი ამ პროცესისგან. ამაზე დიმიტრევი პასუხობს ასეთ საინტერესო რამეს. არა, შეხედე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს ქაღალდი დოკუმენტს გულისხმობს, უნდა წარმოვადგინოთ როგორც ჩვენი პოზიცია, მაგრამ ეს უნდა იყოს არაოფიციალური, ჩვენ უნდა გავხადოთ მკაფიო, რომ ეს არის არაფორმალური პროცესი და მათ გააკეთონ თითქოს ეს არის მათი პირადი დოკუმენტი, ან მათი შედგენილი დოკუმენტი ამას ამბობს. მაგრამ აქვე დასცენს, რომ მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას დატოვებენ უცვლელად ისეთ ვერსიას, როგორიც არის, მაგრამ მგონია, რომ ეს იქნება ძალიან ახლოს აი ამ შინაარსთან. რამდენადაც ეს შესაძლებელია. აი ესეთი საინტერესო გათვლა აქვს აქ დიმიტრევს და როგორც ჩანს, სწორედ ასე წავიდა პროცესი. თუმცა უშაკოვი თავის მხრივ გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს და ის ამბობს, რომ სწორედ ეს არისო მნიშვნელოვანიო, რომ მათ შეიძლება აიღონ ეს, მაგრამ თქვან, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან შეთანხმებული არისო და აი ამის მეშინია სწორედ ასეთ რამეს ამბობს უშაკოვი, რაზეც დიმიტრევი პასუხობს, რომ სამჯერ ეუბნება, რომ არა, მე ამას ვიტყვი სწორედ ასე, სიტყვას სიტყვით და გადავცემ. უშაკოვი ამბობს, რომ მათ შეიძლება შეცვალონ მოგვიანებით, ანუ ის რაზეც არის საუბარი, ანუ ეს დოკუმენტი შეიძლება შეცვალონ და ამით მორჩაო. ამის რისკი არსებობსო კიდევ ერთხელ იმეორებს და თუმცა ამბობს შემდეგ, რომ ნუ კარგი, დარჩეს ისე როგორც არის, ანუ უშვებს იმას, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თან აი ამ მონაკვეთში ჩანს, რომ რუსები ამის გადაცემით არაფერს არ კარგავენ, ასე ვთქვათ, მიდიან ამ ნაბიჯზე, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს იღბლიანი გათვლა, ან შესაძლოა არ აღმოჩნდეს, მაგრამ თუ არ აღმოჩნდება, ბევრსაც არაფერს დაკარგავენ პრინციპში იმის გათვალისწინებით, რომ მათი მიზანი აქაც აი ამ საუბარშიც ჩანს ის, რომ არის რაღაცა ცრუ ვითომ მოლაპარაკებების წარმართვა, აი ამ დროის მოგება, მზაობის ჩვენება, რომ ისინი მზად არიან და ასე შემდეგ. და სწორედ ამიტომ მიდიან ასეთ რისკიან ნაბიჯზე, ასე ვთქვათ. კი არსებობს დიდი ალბათობა, რომ შეიძლება ეს შეიცვალოს, ან გამოცხადდეს, რომ თითქოს არ არის ამერიკული ვერსია და არის რუსულ-ამერიკული ვერსია, მაგრამ ოკეი, არა უშავს, ამაზე თანხმობას აცხადებს უშაკოვი და ბოლოს უკვე დიმიტრევი ამბობს, რომ შენ შეგიძლია ამის შესახებ სტივს ესაუბრო და ჩვენ ყველაფერს აუცილებლად ძალიან ფრთხილად გავაკეთებთ. აი ასე მოკლედ როგორც ხედავთ, ძალიან ბევრ Netflix-ის სერიალის რეჟისორს ალბათ შეშურდებოდა ისეთი საოცარი ამბები ხდება. როგორც თქვი, ძალიან მოხერხებულად რუსებმა შეასაღეს ეს თავისთვის სასურველი 28 პუნქტიანი გეგმა ამერიკელებს, ამ შემთხვევაში ვიტკოვს და შემდეგ უკვე ტრამპსაც, როგორც აღმოჩნდა და აქ ერთი რამე არის გასათვალისწინებელი, რაც ჩემი აზრით იკვეთება დამოკიდებულებაში და აი ამ მეთოდში, რაც აი ამ საუბარში გამოჩნდა, რომ რუსებმა ძალიან კარგად ისარგებლეს და მანიპულაცია მოახდინეს ვიტკოფის ხასიათის.
მიხვდნენ იმას, რომ მისი სიხარბე იყო მთავარი გარანტია ამ შემთხვევაში, როდესაც ამ რისკზე წავიდნენ. სიხარბეში გულისხმობ იმას, რომ ვიტკოფს ცოტახნით ადრე გაფორმებული ქონდა, ანუ მონაწილეობა ქონდა მიღებული ღაზის საკითხზე, მიღწეულ შეთანხმებაში, მას სურდა და გამოკვეთა ეს საუბარში უშაკოვთან, რომ სურდა ახალი შეთანხმების სწრაფად დადება და მის წარმატების ლეველის კიდევ უფრო მაღლა აწევა, ასე ვთქვათ. და რატომაც არა, რუსებმა ეს ძალიან კარგად ჭკვიანურად გამოიყენეს, მისცეს პირდაპირ დოკუმენტი, რომელიც წაიღო და სხვათა შორის უნიჭოდ თარგმნა, როგორც დაიწერა ამაზე, ჯერ კიდევ ვიდრე ეს ბლუმბერგის ამბავი ბლუმბერგის ეს სტატია გამოქვეყნდებოდა და ეს სკანდალი აიწეოდა, მანამდე იყო ცნობები ამის შესახებ, რომ ჩატარდა ექსპერიმენტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ის 28 პუნქტიანი გეგმა აიღეს და გაატარეს ფილტრში და გამოიკვეთა ასეთი რამე, რომ დიდი ალბათობით ეს არ იყო ინგლისურენოვანი ადამიანის დაწერილი. ანუ აქ აქცენტი იყო წინადადებების წყობაზე, სიტყვათა წყობაზე და იკვეთებოდა, რომ ეს ტექსტი, ანუ ის 28 პუნქტი, რაც გავრცელდა მედიაშიც, უფრო იყო შედგენილი ისე, როგორც ამას დაწერდა რუსულენოვანი ადამიანი, გრამატიკის და სწორედ სიტყვათა წყობის გათვალისწინებით და არც ერთ შემთხვევაში ეს არ იყო ისეთი ტექსტი, როგორცაც ამერიკელი დაწერდა. ესაც საინტერესო მიგნება იყო და ამას საბოლოოდ ამართლებს ეს საუბარი, რომელსაც ახლა მე თქვენ გიყვებით, ხო? მოკლედ, ესაც მთლიანობაში აჩვენებს არაკომპეტენტურობას და იმას, რომ არ შეიძლება რომ ადამიანი ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტდეს, ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში იყოს ჩართული მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გოლფს თამაშობს ტრამპთან ერთად, რომ არის პირობითად კარგი ბიზნესმენი, არის მილიარდერი და ასე შემდეგ მოლაპარაკებებს თან ასეთ დონეზე აშკარად ჭირდება სხვა უნარები თან ვისთან რუსებთან, რომლებიც ასეთ მაქინაციებში არიან ყველაზე მეტად გაწაფული, ალბათ და ძალიან კარგად დაამუშავეს და შეისწავლეს როგორც ჩანს ვიტკოფის ხასიათი ერთის მხრივ და ასევე ტრამპის ხასიათიც. ბოლოს შემაჯამებელ ნაწილში უნდა ვთქვათ, რომ ფაქტობრივად რუსებმა არ უარყვეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, თავად უშაკოვი რუსულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ამაში ეუჩვეულო არაფერი არის, რომ ის ვიტკოფს ელაპარაკება და ამბობს, რომ ხშირადაც ელაპარაკება და მინიშნება გააკეთა, რომ ეს ამბავი ალბათ იმიტომ გავრცელდა, რომ ვიღაცას არ სურს ამ მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულება და ვიღაცა მშვიდობას უშლის ხელსო. ხო, ნუ ამით უკვე ფაქტობრივად შეიძლება ჩაიხუროს ეს თემა ავთენტურია ეს ჩანაწერი თუ არ არის ავთენტური. ახლა უფრო საინტერესო ალბათ ის არის, რომ ვინ გაავრცელა და საიდან ვინ გაავრცელა გასაგებია, ბლუმბერგმა გაავრცელა, მაგრამ მათ ესე უბრალოდ ციდან არ დაეცემოდათ ასეთი ამხელა მასშტაბის ინფორმაცია, რომელიც ასე ყველა ფეხის ნაბიჯზე არ მოიპოვება. ერთი რამ ცხადად იკვეთება, რომ ამ ამბავში არის აშკარად რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები ჩართული. მიმდინარეობს ვერსიების განხილვა, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, წამოვიდა ვერსია, რომ თითქოს ეს შეიძლება თავად CIA-ის ნამოქმედარი იყოს. ვიღაცები ამბობდნენ, რომ იქნებ თავად რუსებმა გაავრცელეს და მათმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს მედიას, იმიტომ რომ უკვე მოლაპარაკებები ჟენევის რაუნდის შემდეგ შეიცვალა შინაარსი, ეს 28 პუნქტიანი გეგმა აღარ არის ის, რაც მანამდე იყო, რაც რუსებს აწყობდათ. იქ უკვე გათვალისწინებული არის უკრაინელების წითელი ხაზები, რომ მათ არ სურთ ტერიტორიების ასეჩუქება რუსეთისთვის, არ სურთ არც ჯარის შემცირება და არც ნატოზე უარის თქმა და ახლა ასეთი სახე მიიღო ამ დოკუმენტმა, როგორც ვიცით და საბოლოოდ ის 19 პუნქტამდე დავიდა 28 პუნქტიდან და ბევრი რამე შეიცვალა შინაარსში, ასე რომ ეს ლოგიკაც წამოვიდა, რომ იქნებ ეს თავად რუსებმაც შემოაგდეს ეს თემა, რომ ჩაშალონ საბოლოოდ ეს მოლაპარაკებები. გარდა ამისა არის ვერსია, რომ ეს შესაძლოა არა ამერიკამ ან რუსეთმა, არამედ რომელიმე სხვა სახელმწიფომ გააკეთა, სულაც რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ ან დიდმა ბრიტანეთმა მათ შორის იმისთვის, რომ ხელი შეეწყოთ უკრაინის პოზიციის გამყარებისთვის. უკრაინის პოზიციაზე ორიოდე სიტყვით რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ უკრაინელებმა მოახერხეს ამ წნეხიდან გამოძრომა. კარგი ნაბიჯი იყო ის, რომ მათ შეძლეს ჟენევის დისკუსიების ორგანიზება, მოლაპარაკებების ორგანიზება, სადაც ამ გეგმის გადახედვა მოხდა
პირველ რიგში, დათანხმდნენ ტრამპს მოლაპარაკებებზე და გაყვნენ ბოლომდე ამ დიპლომატიურ საკითხს, აჩვენეს მზაობა, თქვეს რომ არავითარ შემთხვევაში უკრაინა არ იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის და ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო მათი მხრიდან და გამოთქვეს მზაობა რომ 2-3 დღეში ზელენსკის პირდაპირ შეხვედრა გაიმართოს ტრამპთან იმისთვის რომ საბოლოო დეტალები შეთანხმდეს. სხვათა შორის საქართველოში დიდი ჟივილხივილი მოყვა ამ ამბავს თითქოს რადგან უკრაინამ გუშინ რომ გავრცელდა ინფორმაცია რომ დათანხმდა სამშვიდობო გეგმას არ იქადა ხელი მოაწერა კაპიტულაციას ეს იმიტომ რომ ნაკლები ინფორმაცია გავრცელდა სწორედ ძირითად მედიებში ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე და იმაზე რომ ის 28 პუნქტიანი გეგმა მთლიანად შეიცვალა და შეგვიძლია უბრალოდ დავივიწყოთ რაზეც მე პრინციპში წინა ვიდეოშიც ვსაუბრობდი და უკრაინამ ამ ამბავს თავი კარგად გაართვა და ეს ამბავიც Bloomberg-ის ეს სტატია, ეს სატელეფონო საუბარები ცალსახად ამყარებს უკრაინის პოზიციას და ასუსტებს პირველ რიგში იმ წნეხს, რომელიც მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან და სხვა პირველი პირებისგან უკრაინაზე, რომ სასწრაფოდ მათ უნდა რაღაცა დათმობების შესახებ მიიღოთ გადაწყვეტილებები. ვნახოთ როგორ წავა პროცესი. ძალიან საინტერესოა ვიტკოფის ბედი. როგორც გითხარით დასაწყისში კრიტიკა წამოვიდა, მათ შორის თავად ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან აქტიურად ამბობენ ისინი რომ ვიტკოფი უბრალოდ უნდა მოიხსნას ამ პოზიციიდან, ის არის გამყიდველი და ასე და ასე შემდეგ. ცხადია ეს გააზრდის უკმაყოფილებას თავად ტრამპის გუნდის მიმართ, განსაკუთრებით ამერიკის მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას და ისედაც არ მოწონს პერიოდულად ტრამპის პრორუსული რაღაც განწყობები და პოზიციების დაჭერა. ნახოთ, ეს რაოდენობაც არ არის ცხადია მცირე, არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ძალიან დიდი არის კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის მხარდამჭერთა რაოდენობა მოსახლეობაში და ტრამპს უწევს ცხადია ამ ყველაფრის გათვალისწინება, შიდა პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და თავისი რეიტინგის შენარჩუნების გათვალისწინებით. ერთ სიტყვით, აბა ვნახოთ შემდეგ კვირას თუ ჩავა ვიტკოფი მოსკოვში, თუ გაგრძელდება ისევე სპექტაკლი მთელი ამ სკანდალის შემდეგ, რომელზეც უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო ეს ინფორმაცია, თუ არ იცოდით ამ სატელეფონო საუბრების შესახებ, ან შესაძლოა მედიაში ნახეთ, მაგრამ მე რასაც გადავხედე, სიღრმისეულად ამ ამბის რაღაც გაშუქება არ მომხდარა და რაღაც სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ვიდეო თქვენთვის იქნებოდა საინტერესო. დაველოდები კომენტარებს, შეფასებებს. რას ფიქრობთ, როგორ გაგრძელდება სიტუაცია, რას ფიქრობთ თავად ამ სკანდალთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. კიდევ ერთი რაც მინდა ბოლოს თქვა, როგორც იქნა მოვაბი თავი და გავაკეთე Patreon-ი, დავარეგისტრირე Redline-ი. Patreon-ი არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ რომ ჩემი სპონსორები გახდეთ, ასე ვთქვათ. ლინკს დავტოვებ აღწერაში, შეგიძლიათ გახსნათ ვიდეოს აღწერა და ნახავთ Patreon-ის ლინკს, სხვა ინფორმაციასთან ერთად PayPal-ის ლინკიც არის ასევე და ანგარიშის ნომერიც, სადაც შეგიძლიათ დონაცია. Patreon-ი რატომ არის საინტერესო? ეს არის ძალიან მარტივი სისტემა, შეგიძლიათ შეხვიდეთ, გახსნათ უბრალოდ ეგ ლინკი, რაც არის ქვეშ და იქ შემოგთავაზებთ რომ გახდეთ წევრები და გახდეთ ჩემი სპონსორები, სადაც იქნება ფინანსური დონაციის შემოთავაზების კატეგორიებიც $5, $10, ან $20 ყოველთვიურად. ეს ცხადია თქვენი გადასაწყვეტი არის. თუნდაც მცირედი პაკეტიც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა რეალურად ჩემთვის. და ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ყოველთვიურად რაღაც ეს ფული, რაც შეიძლება თქვენთვის უბრალოდ ერთი ყავის ფული იყოს, თუნდაც ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან და დაირიცხება ჩემი Patreon-ის ანგარიშზე. ესე ახლაც გაგიზიარეთ, მოკლედ, აბა ვნახოთ როგორ იმუშავებს ეგ ამბავი, თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.